რა ნეგატიურ კარმულ გაკვეთილს გადიხართ თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი ურთიერთობაში, რომელშიც იმყოფებით. აირჩეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი, წარმოიდგინეთ თქვენი პარტნიორი და თქვენი თავი ურთიერთობაში და იმის მიხედვით აირჩიეთ ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. ბალანსისთვის არ დაგაწვეთ ვიდეოს გამო დალაიქება, კომენტარში დამიწერეთ რომელი ვარიანტი აირჩიეთ და გამიზიარეთ რეზონირდა თუ არა და რეზონირდება თუ არა თქვენზე აღნიშნული გაშლა, რასაც ახლა მე ვიტყვი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ესე იგი, პირველ ვარიანტთან რა არის ნეგატიური კარმული გაკვეთილი? პირველი გეტყვით, რომ ძალიან შეიძლება მზრუნველები იყოთ, ძალიან პასუხისმგებლიანები, რაღაც მომენტში ზედმეტადაც კი ზრუნავდეთ აქ ურთიერთობაზე, პარტნიორზე, დედის როლში გადადიოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ მამაკაცი ხართ, აი ეს ჰიპერმზრუნველობა შეიძლება გაწუხებდეთ და იყოს პრობლემური თქვენთან. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, მამაკაცებს ეხება, შესაძლებელია თავად პარტნიორს ეხებოდეს, ან ვინც მამაკაცები ყურებთ, დედასთან და დედასთან არ ქონდეთ სეპარაცია გაკეთებული და ურთიერთობაზე აქ მამაკაცის მხრიდან დედას ქონდეს გარკვეული ზეგავლენა, დედა ახდენდეს გარკვეულ ზეგავლენას, ან დედის როლი, ან დედისეული აზრები, ფიქრები, ან უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობითაც ერეოდეს ურთიერთობაში. ესეც გაითვალისწინეთ. თუ არც დედა გყავთ ახლა ურთიერთობაში და დედასთან ჯანსაღი და სიტუაცია და არ ერევა და არც ჰიპერპასუხისმგებლიანი ხართ, შესაძლებელია აქ კიდევ იყოს ის, რომ თვითონ პარტნიორის მხრიდან იყოს მესამე პირი ურთიერთობაში შემოყვანილი და ეს იყოს გასავლელი გაკვეთილი. აი, შესაძლებელია ზედმეტად მატერიალისტები იყოთ, ზედმეტად პრაქტიკულები იყოთ, ზედმეტად უინიციატივიანები იყოთ რაღაც მომენტში და იქ სადაც ინიციატივა გამოსახატია, არ გამოხატავდეთ და პასიურ როლში ძირგებდეთ რაღაც მომენტში და ფიქრობდეთ, რომ არა პარტნიორმა გამოხატოს ინიციატივა, არა მისგან წამოვიდეს, მე არაფერს არ ვიზავ, მე თქვათ ქალებმა იციან, მე ქალი ვარ და მე ნაბიჯს არ გადავდგავ. შესაძლებელია ესეც გარკვეულად თქვენი დასამუშავებელი პროგრამა იყოს რაღაც თვალსაზრისით. მეორე სიტუაცია კიდე ახლა აქ რაც პირველ ვარიანტს გეხებათ, არის ის, რომ შესაძლებელია თქვენი ან თავად თქვენ ხართ, ან თქვენი პარტნიორია ცოტა ხისტი და ცოტა იმპულსური ხასიათის, აი გადაწყვეტილებებს არ იღე, ჯერ მაგალითად მოქმედებდეს და მერე ფიქრობდეს რა გააკეთა. ეს მომენტი შეიძლება იყოს დასამშული, აქ შესაძლებელია ცოტა აგრესია, აი სიტუაცია მიყავდეთ პიკამდე, ითმენდეთ და მერე უცებ ერთიანად ლავასავით გამოიფრქვეს, არ მიიყვანოთ სიტუაცია პიკამდე, ესეც შესაძლებელია დასამუშავებელი და პრობლემური სიტუაცია იყოს. კიდე ერთი შესაძლებელია, რომ დიდი ხანია წელობთ აქ სიტუაციას და გასაშვებია და ეჭიდავებით არ გინდა, მიჯაჭვულობები გაქვს და ავერ უშვებთ ამ ურთიერთობას. ესეც ყურადღება მისაქცევია მეორე ვარიანტთან. ზედმეტად შეიძლება არ გინდათ აი იმ მონაპოვარის თუ ბრჭყალებში ვეტყვი იმ სტაბილობის დარღვევა, რაც გაქვთ და აქედან გამომდინარე, სადღაც არის ვიღაცებთან დასაგრევი, გასაშვები და ძალიან დიდი ხანია იჭერთ და არ უშვებთ ამას, მიაქციეთ ყურადღება პირველმა ვარიანტმა. რაც შეგეხებათ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტს გეტყვით ნეგატიური ესეთი კარმული გაკვეთილი, რაც არის თქვენში. ეს არის ემოციების უკონტროლობა, ეს არის ემოციების სიჭარბე და არასტაბილურობა ემოციური თვალსაზრისით. თვითმოტყუებებისკენ შესაძლებელია იყოთ მიდრეკილი, ან თქვენი პარტნიორი იტყუებოდეს რაღაცეებს და აქ ტყუილის მომენტებიც დასამუშავებელი იყოს. არ უსმენდეთ შესაძლებელია ინტუიციას და თქვენს ქვეცნობიერ იმპულსებს, ანუ რაღაცას გეუბნება თქვათ ურთიერთობაში თქვენი ქვეცნობიერი, თქვენი შინაგანი და საერთოდ არ უსმენთ და საერთოდ მის წინააღმდეგ მიდიხართ და იძახით არა მე ლოგიკით ესე უნდა განსაზღვრო და ამ დროს შეიძლება ლოგიკა სწორს არ რაღაცას შეცდომაში შევყავდეთ. ეს ერთი მომენტი, მეორე ვარიანტი. ახლა აქ კიდე პრობლემური არის ის, რომ შესაძლებელია ზედმეტად ემოციურად ზრუნავდეთ პარტნიორზე, ზედმეტად ემოციურად მიეჯაჭვოთ, ზედმეტად აი როგორ ვთქვათ, გრძნობდეთ პარტნიორის ემოციებს, ძალიან გულთან ახლოს მიქონდეთ მისი ყოველი სიტყვა, მისი ყოველი ქმედება და გულს გტკენდეთ, ან ძალიან ახლოს შეედიოდეთ პარტნიორები ერთმანეთში და ეს მერე იწვევდეს იმას, რომ ემოციური მიჯაჭვულობა ხდებოდეს არაჯანსაღი ოღონდ. ანუ გასაგებია, რომ ურთიერთობაში ყველა ვარიანტში ეს ემოციური სიახლოვე იქნება და ეს გარდაუვალიც და წარმოუდგენელიც, მაგრამ ცოტა ჯანსაღ ფორმებში და აქ უკვე არაჯანსაღ სიტუაციებში გადავდივართ. მეორე ვარიანტი ემოციურად შესაძლებელია ცოტა მიდრეკილება იყოს დეპრესიებისკენ ურთიერთობაში, ცოტა მსხვერპლის როლში გადასვლებიც იყოს და აქ გაიდეალებები შეიძლება გახასიათებდეთ პარტნიორის განსაკუთრებით საწყის ეტაპზე და არ გინოდეთ
რეალობის პირდაპირ დანახვა ისეთის, როგორიც იყოს. შეიძლება არც ის დაწყის ეტაპზე ყველაფერი იდეალური გეჩვენებათ, ყველაფერი ძალიან კარგია და მერე ეს იდეალების მსხრევა მიდიოდეს და იწვევდეს თქვენში უკვე იმედგაცრუებას და ფრუსტრაციას და ხო ხდებით, არც თუ ისე სასიამოვნო ემოციებში გაგდებდეთ და შიშები. გაქვთ დასამუშავებელი აქ ურთიერთობაში შიში დაკარგვის პარტნიორის მაგალითად, შიში მარტო დარჩენის, შიში ღალატის, ძალიან ბევრი შიში შეიძლება იყოს და უბრალოდ ამ ემოციური, რას ვქვი, მიჯაჭვულობა. შიშებზე რაც შემდეგ ითქიოთ, ჩახედეთ პირდაპირ თვალებში, შიში არ არის რეალური, ეს ჩვენს წარმოსახვაში არსებობს და თუ რეალურად მოსახდენია, ის მაინც მოხდება და ტყუილა რატო უნდა იტანჯოთ, ვერ ავექცილებ და თუ არ ხდება, მაინც რატო ნერვიულობთ, ეს მომენტი გაიაზრეთ, თხოვნა მექნება და რჩევა თქვენთან მეორე ვარიანტთან. მეორე ვარიანტთან სხვა ისეთი პრობლემური, რომ ვთქვათ, შეიძლება ძალიან მზრუნველები იყოთ ემოციურად და ძალიან მუდმივად სითბოს ყურადღების მოთხოვნილება გქონდეთ და გასცემდეთ ძალიან ბევრს, ზედმეტად ბევრს და რაღაც მომენტში თქვენ პარტნიორი ვერ იღებდეს და ვერ გაძლევდეთ იმდენ ემოციას, რაც თქვენ გსურთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, ისევ და ისევ დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდით. მადლობა ყურადღებისთვის.